დიახ, სულ რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა ჩელეყურუა ლევან ხაბეიშვილს შეხვდა ის და ახლა მოგუყვება უფრო მეც ლევან ხაბეიშვილის გზავნილებთან დაკავშირებით. პირდაპირ ეთერში ვართ. პირველ რიგში გითხარით, როგორია ლევანის მდგომარეობა, რას ამბობს, რამდენად არის მხნედ საბრძოლო განწყობაზე და რა გზავნილი აქვს მას ხალხისთვის, მათ შორის თქვენთვის პოლიტიკოსებისთვის. კარგად არის, მხნედ არის, თქვენი ამას შეჭვი არავის არ ებარებოდა, რომ დაკავებით ამ ქვეყანაში პოლიტიკოს მხნეობას ვერ გაუქრობ. რაც შეეხება გზავნილს, გზავნილი აქვს მარტივი, რატომ დამაკავეს თუ არ ეშინოდათ და თავის დაკავებას უკავშირებს იმ შიშს, რომელიც მისმა განცხადებებმა წარმოშვა ქართული ოცნების წრეებში, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთთანაც კი მოუწიათ იმის აღიარება, რომ ეშინიათ შესაბამისად რაღაც. მე პლუს მგონია, რომ სკეპტიკურად განწყობილ ადამიანებსაც რაღაც შეკითხვას უჩენს, ხო, რატო შეიძლება დააკავო პოლიტიკოსი დაპირებისთვის. ეს სხვა აბსურდია და თან არანაირი სამართლის მიზნებს ეს არ ემსახურება, ეს კიდევ და კიდევ ემსახურება იმას, რომ ქართულ მოწინააღმდეგეს საკუთარი პოლიტიკური ოპონენტი ციხეში გამოკიდოს. რასაც მგონია, რომ შეიძლება იმისგან განსხვავებული ეფექტი კონდეს, რაც უნდა, რომ ქართულ ოცნებას თამის დაპირება დანაშაულიაო ეს ამბობ. ანუ ზოგადად ეს აქვს არგუმენტი და აი ამიტომ ზოგადად კანონის ბუკვალურად განმარტვა ყოველთვის არ გვაძლევს იმ შედეგს, რაც კანონმდებლობას უნდა, რომ ამ განმარტება მოხდეს. ამ შემთხვევაში პოლიტიკოსის დაკავება იმისთვის, რომ ის პირდება რაღაცას მოსახლეობას ან მოსახლეობის განსაკუთრებულ ჯგუფს, არ შეიძლება დანაშაულად იქნეს აღქმული და არც ერთ კანონმდებლობას ამის დანაშაულად გამოცხადება არ უნდოდა. ეს თუ დანაშაულია, გადახედონ საკუთარ დაპირებებს, კონკრეტულ თანხებს, რომელსაც პირდავდნენ ხან სოფლებს, ხან საჯარო მოსახლეობას, ან ხელფასის მომატების დაპირება და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში არ შეიძლება, რომ ეს აღქმული იყოს ქრთამის დაპირება. ეს უფრო არის პოლიტიკოსის დაპირება და ამაშიც არ უნდა შევყვეთ ამჟელობაში. ეს ყველაფერი არ არის და ანუ ეს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე არ არის იურისპრუდენციაზე და არ არის მტკიცებულებაზე და არგუმენტაციაზე. ეს არის პოლიტიკური ოპონენტის ციხეში გამოკითხვა. ლევანს როგორ წარმოუდგენია ბრძოლის გაგრძელება 4 ოქტომბერზე, რა გითხრათ თუ გესაუბრათ თქვენს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ეს თარიღია, რომელზეც ყველაზე ბევრს ლაპარაკობდა ბოლო პერიოდის განმავლობაში ლევანი. ხო, საბოლოო ჯამში 4 ოქტომბერი ის თარიღი და მისი განცხადებები, რის გამოც ისთვის რომ ციხეშია, რის გამოც ისთვის რომ შეეშინდა ბიზნესმენში და შეეშინდა ქართულ ოცნებას, დანარჩენი ხა მე გამხმოვანებელი ვერ ვიქნები, თვითონ კონკრეტულ გეგმას და კიდევ შემდეგ ნაბიჯებს, მე რასაც მივხვდი საუბრიდან თანდათან ის ამას გააცხადებს და ნუ ციხეში ვიცით რომ ადამიანს პირს ვერ აუკრავენ, მართალია რომ გადაადგილება შეუზღუდავენ, ტელევიზიაში ვერ მივა, მაგრამ იმის იქეთ მას გამოხატვის თავისუფლებას მაინც იმ დონეზე ვერ შეუზღუდავენ, რომ ვერაფერი ვერ თქვას. ასე რომ მე როგორც ვიცი, ის აპირებს კიდევ განცხადების გაკეთებას. ანუ ხალხის გაბრაზებული ხალხის იმედი აქვს 4 ოქტომბერს ლევან ხაბეიშვილს. მე მგონია, რომ გაბრაზებული ხალხის არა, იმ ხალხის იმედი აქვს, ვისაც ხელში ამოვიდა ქართული ოცნების 13 წლიანი მმართველობა, იმ ხალხის იმედი აქვს, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპული განვითარების გზას. ხომ არ იცით რამე ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია ხომ არ აქვს მას თავად, დღეს ველოდებით ყველანი რომ ბრალს წარუდგენენ და ალბათ სასამართლოდ შესაძლოა. როგორც ვიცი, 4-5 საათისთვის უნდა წარუდგენონ ბრალი ოფიციალურად, რაც კიდევ და კიდევ ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს ქართულ სამართალს. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ჩელეყურუას უსმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში. მას ასე ეს არის გზავნილები, ეგრეთ წოდებული მოდულის შენობიდან დღეს მოხდება ხაბეიშვილისთვის ბრალის წარდგენა, შემდეგ სასამართლო და თუ სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ლევან ხაბეიშვილს და ეს სავარაუდოდ მოსალოდნელია, ყველას აქვს მოლოდინი რომ ლევან ხაბეიშვილს რა თქმა უნდა ციხეში გაუშვებენ, მას რუსთავის მე-12 დაწესებულებაში გადაიყვანენ. ეს ის დაწესებულებაა, სადაც ამ დროისთვის პატიმრობაში იმყოფება ნიკა მელია, ნიკა გვარამია, ზურა ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი, გივი თარგამაძე, გიორგი ვაშაძე.